თქვენ რითი ახსენით, ანუ კიდევ ამ ახალ ბრალზე როცა მიიღეთ ინფორმაცია? ეშინიათ ნიკას. ნიკა არის ძალიან კომუნიკაბელური. აბსოლუტურად სოფლებში რომ დადის, რაიონებში რომ დადის, ხალხი როგორ ეგებება, როგორ ეფერებიან, ან ჩემთან ეხლა რომ მოდიან ავადმყოფები რაიონებიდან, უნდა ნახოთ როგორ ლოცავენ ნიკას, როგორ ეფერებიან და უყვარს ხალხს და ეშინია, იმიტომ რომ იციან რომ ამ ქოცების კუბოზე ის დააჭედებს ბოლო ლურსმანს და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ რომ ნიკა მაგათ 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ ყავდეთ იქა. ასე ნაკლებად საშიში გონიათ, მაგრამ უფრო უარესია ამათ. თქვენ გააქვთ ინფორმაცია რაღაც მცდელობები თუ ყოფილა, ან თქვენთან შემოთვლები რომ გაჩერდეს, ნუ არის ესეთი აქტიური ჩამოშორდეს პოლიტიკას. რეალურად ხო ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს ადამიანები, ვინც ახლა პატიმრობაში არიან, ან კიდევ ხელახლა ვისაც ემუქრება პატიმრობა, რომ რამენაირად ამ პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოაშორონ. აი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მორიგჯერზე გაიტაცებდნენ და თქვენ ძალიან სწორი ფორმულირება მოგვაწოდეთ ახლა, ხო, ეგ იყო გატაცება. გატაცება იყო, ყველა გატაცება იყო. ინფორმაცია უბრალოდ კადრები არ არსებობს, იმიტომ რომ ეს სპეცოპერაციაც ისე ჩატარდა, რომ კადრიც კი არ დატოვეს, რომ საზოგადოებას არ ენახა, როგორ გაიტაცეს, ხო, თქვენი შვილი. აი, მთელი ამ წლების, ამ პერიოდის განმავლობაში რაღაც შემოთვლები თუ გქონიათ, რომ ჩამოშორდეს პოლიტიკას და გაიწიოს? არა, ჩემთან ეს ნამდვილად არ ყოფილა ასეთი. ჩემთან არის ის, რომ ვინც ავადმყოფები ჩემები რამდენი ხანია დადიან 25 წელი, 30 წელი და რაღაცეები მომწერეს რომ მოწონებას რომ ვაკეთებო თქვენი იმისოს და რაღაც Facebook-ზეო დამიბარესო გამგეობაში და ამიგრძალესო მეორეჯერ არ გაბედოთ რომ მოგიხსნით სოციალური კონტროლებენ ამ ლაიქებსაც უკონტროლებენ, მათ შორის თქვენს პაციენტებსაც? ჩემ პაციენტებსაც. და რაც ნიკა ოპოზიციაში გადავიდა და რაღაცები 94% ჩემი პაციენტებისა, რომლებიც თანამდებობის პირები იყვნენ, პარლამენტის წევრები, ხელოვნების მუშაკები და თანამდებობის პირები ყველა დავკარგე. აღარ მოდიან? აღარ მოდიან ეშინია და მე ვამართლებ მაგათ, იმიტომ რომ უთხრეს ალბათ მიხვალ და ნახავთ თქო. მაგრამ სამაგიეროდ ეს უბრალო ხალხი, ეს რაიონებიდან სულ მოდიან და მეფერებიან მეც და ნიკასაც. გასაინტერესოა, აი ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობას როცა ეხება საქმე, ანუ მაგ შემთხვევაშიც ექიმი შეიძლება თუ არა აირჩიო პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ მელიას მამაა და ამის გამო საშიში ხდება მასთან მისვლა. რითი ახსნათ, აბა 10 კაცში რომ სუფრა ჰქონდათ ოჯახში, მე ვიყავი იქ სუფრებზე და ის ხალხი არ მეკონტაქტება. აბსოლუტურად. და რომ შემხვდებიან შემთხვევით თვალებზე ცრემლები ადგებათ, გადამკოცნიან და მაგრად იყავენ მეუბნებიან და უცბად შორდებიან, იმიტომ რომ ეშინიათ ჩემთან კონტაქტების. შიში არის დღეს საზოგადოებაში, გააქვთ ასეთი განცდა? კი, შიში არის. ყველაფერს აკონტროლებენ, ხომ უნიათონი არიანო, არაფერი არ იციანო, ტყუილია, ყველაფერი იციან. ყველაფერს აკონტროლებენ. რამდენ ავადმყოფსაც ვღებულობ დღეში და ვის რა დანიშნულება მივეცი, ალბათ ისიც იციან. მაგრამ მე მაგალითად აი ტიკარაძე იყო მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის და ყველაზე ისეთი მკაცრი იყო, უკმაყოფილო იყო კლინიკის დირექტორები და ჩემთვის იყო საოცრება. საოცრება როგორ დილის თათბირზე კლინიკის დირექტორებს უთხრა თუ მელიას შეუძლია რომ უფასოდ კვებოს პაციენტებიო, თქვენ რა დაგემართათო და ავსტრიიდან ქირურგი რომ ჩამოვიყვანე
აქაურმა ზოგიერთებმა მიწერეს მინისტრს, რომ არ მიცეთ იმ ავსტრიელ ქირურგს ლიცენზია. და როდესაც წაიკითხა ამ კაცის მონაცემები და რომ ის კერძო კლინიკაში მოდიოდა, მეორე დღესვე ლიცენზია მისცა ამ ქირურგს. ტიკარაძე. და ეხლანდელი მინისტრიც არაფერს მე მაგალითად ამ დონეზე არ მეხებიან, მაგრამ პატარ-პატარებს თავის გამოჩენა უნდათ, ის გამოჩენა უნდა, თორემ აბსოლუტურად თვითონ ჩვენთან კლინიკაში სამინისტროს წარმომადგენელი არის მომაგრებული, რომელიც ამ ისტორიებს ამოწმებს, ავადმყოფების მდგომარეობას ამოწმებს და აღთოვანებულები მიდიან, იმიტომ რომ დღესაც მეც არ ვაწვენ თავამტყობს ის, რაც განსაზღვრულია იმ 5 დღეში უნდა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. ბატონო ანზორ, მე კითხვა მაქვს ასეთი, აი წეგან კითხეთ, ხო არ ყოფილა თქო შემოთვლები, რომ დაუშვათ ნიკა გაიწიოს ან ეს. თქვენ თუ ესაუბრებოდით ხოლმე, აი ამ მორიგ ბოლო დაჭერამდე ნიკას, თქვენ თუ გქონიათ სურვილი, რომ გაწეულიყო პოლიტიკიდან, იმიტომ რომ მართლა რამდენი დაჭერა ნახეთ, ხო? სხვა შორის ძალიან საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება აქვს თქვენ შვილს. მე როცა მელიას პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი პირველი რაც კადრი მახსენდება, ხოლმე პარლამენტში მარტო რო იჯდა, როდესაც იმუნიტეტს უხსნიდნენ, ისეთი კაცია, უცნაური, თან ძალიან მებრძოლი, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარია და ეხა მოვიკითხავ პირდაპირ ეთერიდან დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გიყურებთ. მე თუ არა თქვენ ნამდვილად გიყურებთ და დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო, მხნეობა მინდა ნიკას უსურვო და მართლა ძალიან აკლია მისი აი ეს გიჟი გადარეული აქტივიზმი მათ შორის პოლიტიკაში და ამ ბრძოლაში, რასაც ქვია პროტესტი დღეს ქართული ოცნების წინააღმდეგ. აი თქვენ თუ კი ხო და მაგრად იყავ ნიკა დარწმუნებული ვარ მხნეთ ხარ, მაგრამ მე მინდა ეხლა ამ ეთერიდანაც მოგიკითხო და გისურვო მხნეობა. თქვენ თუ გქონიათ სურვილი, რომ თქვენი შვილი რაღაცნაირად გაწეულიყო პოლიტიკური პროცესებიდან, იმიტომ რომ ერთხელ ნახეთ დაჭერა, მეორედ ნახეთ დაჭერა, ეს შიშები ალბათ სულ გექნებოდათ. აზრი რა აქვს ამას? არავითარი აზრი, მხოლოდ უნდა გავანერვიულო. მე არასოდეს მე და ნანას არ დაგვავიწყდება ის პერიოდი, როდესაც ნიკა ნაციონალურ მოძრაობაში შევიდა. 3 თვე არ ველაპარაკებთ. თქვენ რომ ამ დროს ოცნების აქტიური მხარდამჭერები იყავით და გულშემატკივრები, ხო? 3 თვე არ ველაპარაკებოდით ყველაფერი, მაგრამ ნიკა დამიჯდა მე განსაკუთრებით. დილას 2012 წელს რომ ის იყო, რა ქვია, არჩევნები. კარი რო შეუღეთ, ხო? ეს ისტორია მიყვარს. კარი რო შეუღეთ, ეხა ნახეთ, ეხა ნახელა დაგემართებათ ეს დაბრუნებულზე, რომ ნახე, ბევრი ხალხი იყო და რაღაცები და ჩემი კალამის წავიღე. რომ ეს 51 შემომეხაზა და ეხლა გუშინ რაც დამემართა ღმერთმა დამსაჯა მეთქი რომ ამათ ხმა რომ მივეცი მაშინ და ნიკა გავაბრაზე. ნიკა მივიყვანე აი სიგიჟემდე რა და დამსვა მე, აი მაიც დიპლომატიური ისინი აქვს და მითხრა მამაო ეს შენ არიციო ვინ არისო ეს კაციო. ამას გააკეთებს, ხო, ამას გააკეთებს, ამას ყველაფერი ჩამოთვალა რაც გააკეთა, გარდა კანაფის პლანტაციებისა. ეს კანაფის პლანტაციების სიცხომ უნდოდა მოშენება საქართველოში. ხო და მე რომ მოვტრიალდი იქიდან ნიკას ეძინა და შევაღედა გეტირად ყოფა მეთქი ისეთი. გიჟდები მაგ ისტორიაზე. რამდენჯერმე გაქვთ მოყოლილი და ძალიან მიყვარს ეგ ისტორია. ამ გადასახედიდან როგორ უყურებ თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებას? რა იმედებიც გქონდათ, რის გამოც თქვენი საკუთარი კალმისტრით მიხვედით 41-ის შემოსახაზად, აი ამ გადასახედიდან შეიძლება ეხა რიტორიკულია არა გეტყვით, მაგრამ ამის
საკმარისი საფუძველი მე მქონდა, რომ დობით ყოფილიყავი ამ პიროვნების მიმართ. მე 14 წელიწადი მუშაობდი ლეჭკომბინატში. ჭავჭავაძეზე სამთავრობო ლეჭკომბინატი რომ იყო და მთავრობის წევრებს კურნალობდით, იქ იყვნენ მსახიობები, რეზო თაბგაშვილი, მედია ჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ესენი ყველანი ხშირად მორიგეობდი და ძალიან კარგ ურთიერთობაში ვიყავი ამათთან. და ყველანი ეს რეჟისორები, მსახიობები მიყვებოდნენ, რომ ივანიშვილი როგორ ეხმარებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სახელზედაც არ ვცნობდით, სურათი ნანახი არავის არ ქონდა და ეს ივანიშვილი ეს ქონდა უკვე თავში. და ვიფიქრე, აი, ღმერთმა გამოგვიგზავნა. მაგრამ ღმერთმა დამსაჯა გუშინ. იმიტომ რომ აი ასე რომ ვენდობოდი. მე ხალ ჩვენ ხშირად ექიმები ვლაპარაკობთ, ჩემთან ქოცებიც არიან ექიმები და ნაციონალებიც და ნეიტრალური ხალხიც არის ყველაფერი და ყველა მეუბნებოდა რომ როგორ ვერ ხვდებოდიო და მე ყველას ამას ვეუბნები, იმიტომ რომ ისე ვიყავი, ეს 10 წრეულობით გრძელდებოდა. ეს ივანიშვილი და მე სამების ეკლესია, მე ეს რაღაცები და აი გაგიჟებული სიცოცხლესაც მივცემდი. იფიქრებდით, რომ ის გახდებოდა მართველი რა ეხა არაოფიციალურად, მაგრამ ეგეცა ამ ქვეყნის ტრაგედია, რომ არანაირი თანამდებობა არ აქვს და რეალურად ის მართავს ერთი კაცი ამ ქვეყანას, მაგრამ იფიქრებდით, რომ თქვენი შვილი ამდენ გზის პატიმარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ხო, წეგან მინდოდა მეკითხა, მე სხვაგან გადავიდა ჩვენი საუბარი. აი, რო ესაუბრებით ხოლმე როგორ გრძნობს თავს, მაგალითად, გუშინდელი ამბავი მისთვის იქნებოდა ელდა არა, ოპტიმისტურად აქეთ გვამხნევებს აბსოლუტურად ყველაფერს. მაიკოს უფრო ჭიდრო კონტაქტი აქვს. მე მაგალითად, იცით რა არის? შერწყვნელი ვიყავი ნიკას წინაშე ყოველთვის აი ამ 2012 წლის მოქმედების გამო. მე ნიკას არ ურეკავდი. კვირაში ერთხელ თუ დაურეკავდი და იმას რომ მოვინატრებოდი, შემოვარდებოდა, გადავკოცნი და ხომ მაგრად ახარ რაღაც ან ავამტყობზე ვთხოვდა რაღაცებს. თორემ ისე რომ ჩვენ გვესაუბრა და რაღაცები, მე ნიკას არ ვაწუხებდი. მაგას ძალიან დატვირთული დღის წესრიგი ქონდა. და ამიტომ კოტორანტკარში როდესაც ზაფხულში ამოდიოდა გიჟია რა, დგებოდა 4 საათზე და იმ დღეში ველოსიპედი დადიოდა. ხომ შეიძლება ვიღაცა მოგეპაროს უკან და როგორ ჩაარტყეს, მუხანათურად აი აქ თბილისში და სამტრედიაში ვიღაცამ ჩაგარტყას, მაგრამ არ ეშინია არაფრის. ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. ძალიან უყვარს მოსახლეობა. სოფელში იცით როგორ ლოცავენ ამას, ყველას უყვარს აბსოლუტურად. იშვიათი, აბა გამოვიდეს რომელიმე ოცნების დეპუტატი და გაიაროს ქუჩაში ან თავიანთ სოფელში თავისუფლად თუ გაივლიან. ნიკა თავისუფლად დადის, ეფერება ყველასთან დადის. აი ახლა ახალ საქმეზე ბრალს უყენებენ და ძალიან მძიმეა. ეს არ არის, კი, ყველამ ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, ყველამ ვიცით რა ხდება, რატომ ხდება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მძიმეა შინაარსით. მე მხედველობაში მაქვს ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, ანუ როგორც გასულ საუკუნეში 37-იან წლებში ხალხის მტერი, უცხო ქვეყნის ჯაშუში, აი რომ გადმოვა თანამედროვოდ დაახლოებით იგივეა რა, იგივე რიტორიკა. ფიქრობთ რომ არ გამოუვათ, მაგრამ რა შეუშლით ხელს? იჭერენ ყველას. ტყუილა კაცი იმაზე წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ამდენი პატიმარი გაუშვეს, ამდენი ადამიანი გაუშვეს ციხეში, ხო? და რატო არ გამოუვათ? რატომ გაქვთ თქვენ ესეთი განცდა? რა არ გამოუვიდათ? ნიკა ბანდიტობისთვის და ქურდობისთვის და მეკრთამეობის გამო ხომ არ ასის. ნიკა ზის სამშობლო სიყვარულისთვის. სამშობლო მაგისი ყველაფერია.
უკანასკნელი ბრძოლა კი არ არისო. ბრძოლა ბოლომდეო, მაგის დევიზია. ყველას უყვარს ნიკა. აი ეს სინდისის პატიმრები რომ არიან, მინდა აქედან მოვიკითხო ეს ანგელოზი ბიჭები, რომლებიც დაჭერილები არიან და არ გაიყიდნენ. მშობლები როგორ უდგან გვერდით მათი მშობლების ბრძოლა ცალკე საოცრებაა და მათი უკომპრომისობა და მათი შეუვალობა სინდისის პატიმრების ეს რაღაც ისტორიული აქტია რა. გიორგი ჩხიკვაიძის დედამ დამირეკა დღეს ფრის 12 საათზე. ალბათ გიორგიმ ნახა ციხეში ჩემი ცრემლიანი თვალები და რაღაცები რომ ტიროდი და ქალბატონ თამარი მითხრა დედა ვარო გიორგის გიორგის დედა დიდი სიყვარულით მოგიკითხაო და აზორის გვერდითა ვარო და ნუ რაფელზე ნუ შეეშინიაო ყველაფერი კარგად იქნებაო. გიორგი ვაშაძე გამოვიდა ციხიდან თუ არა პირველი დამირეკა, კიდევ ბევრი მირეკავს ესენი და ეს ხალხი რომლებიც დღეს ყველანი რომ სასამართლოში იყვნენ, რომელიმე გატყდა, რომელიმე მაღიარა რამე, ესენი არ დათმობენ არაფერს. ასე არ გაგრძელდება ევროპა და ამერიკა ჩვენ არ დავგვტ